ხალხი გცნობდა ქუჩაში გვაქებდა და მე უკვე 1-2 კვირის მერე ერთი თვის მერე ყველა გვივიწყებთ. ეხლა ესეთი კითხვა უნდა დავსვა, რომელიც არ მინდა რომ დავსვა. გამოვიშვ. შენი ჯგუფის წევრებს. თეთრი შურით შურს შენი? ბუნებრივია ეგ რომ მე ყველაზე პოპულარული ვარ ჯგუფში, რადგან მე გლანძღავენ ხოლმე კომენტარებში? ძალიან რთული იყო თავიდან ამ უარყოფითი ემოციების მიღება. ჯუმით კი ხა? რა ვქნა? ცოტა ისეთ თემას მინდა რომ შევეხო. გერმანიაში რა მოხდა? იყვნენ ადამიანები, ვისაც სურდა ჩვენი კონცერტის გაუქმება გერმანიაში. მოგესალმებით მეგობრებო, ეს გადაცემა დიდი ქვიზია, მე კი გიორგი კოკაია ვარ. დღეს ჩვენი სტუმარია გიორგი წოწენიცი. გამარჯობა. დიდი მადლობა მოწვევისთვის. დიდი მადლობა რომ მე სტუმრი. ხარ საუბრის განწყობაზე? კი, რა თქმა უნდა. შენთან ერთად როგორ შეიძლება რომ საუბრის განწყობაზე არ იყოს ადამიანი. დიდი მადლობა. თავიდან პატარა კვიზი ჩაწერილი გვაქვს. კი ბატონო. ეხლა დიდ კვიზს ვწერთ. მე მინდა და მთლიანი ურსამო მეწვია. მაგრამ ფიზიკურად შეუძლებელია, ძალიან დიდი კვიზი რომ ექნება. აუცილებლად მოგიწევთ ბიჭებო. აი ეგრე რო ერთი. თქვენთან ერთად საუბარს კი. მარტივად რომ დავიწყოთ, შენი პირველი ნაბიჯები რა იყო მუსიკაში? ჩემი პირველი ნაბიჯები იყო მუსიკაში 4 წლის ვიყავი, ბაღში დავდიოდი. მითხრეს რომ რეპეტიცია გვაქვსო დღესო და წამიყვანეს ერთ-ერთ დიდ დარბაზში. ფარდა გაიხსნა და ფარდა რო გაიხსნა, აღმოჩნდა რომ იქ კონცერტი იყო და ძალიან ბევრი ხალხი ესწრებოდა ამ კონცერტს. და სხვათა შორის არ ვიცი როგორ გარისკეს ეგ, მაგრამ არ დავიბენი. ხო და ვიმღერე, როგორც უნდა მემღერა. 4 წლის ასაკში? 4 წლის ვიყავი, კი. ეგ იყო ჩემი პირველი ნაბიჯები მუსიკალურ კარიერაში. და რო იმღერე, მე უკვე მიხვდი რომ შენი იყო 4 წლიდან? არა, რა თქმა უნდა, იმის მერე უფრო ცეკვაზე დავდიოდი. ქართულ ცეკვაზე. ქართულ ცეკვაზე კი 4 წლიდან 12 წლის განმავლობაში ცეკვაზე დავდიოდი. მერე ცეკვიდან გასტროლებს რო ვიყავით ავტობუსით წასულები. როგორ ახალ მეცით, უკანა მხარეს ავტობუსის უკანა მხარეს, ვინც იცის ახლა ეს გასტროლები მე ვიცი, ეს მოსუყვავი ვიყავი. უკან მომღერლების ხდებიან ხო? კი ბატონო. და ვღერიან და ხო და მე მოციქოვი ვიყავი და წინ ვიჯექი, მაგრამ უკან გადავდიოდი, რადგან ეს სიმღერა ძალიან მიყვარდა და მასწავლებელმა მე აღმოაჩინა შალვა ლორდ-კიფანიძემ რომ შენო სიმღერაო შეგიძლიაო და მიდიო სიმღერაზეო. ხო და მიმიყვანა სიმღერაზე. იქვე გეორგიკა იყო ანსამბლი ესეთი, რომლის მასწავლებელიც გახდათ პაატა მელაძე და სხვათა შორის ძალიან ისეთი პარალელი მინდა გავალო. ახლა დღეს მუსიკალური სკოლა მაქვს მე, ურსა სკოლა ასე ქვია. ურსა სკოლა სამხატვრო ხელმძღვანელი ზუსტად გახლავთ ჩემი ძველი მასწავლებელი პაატა მელაძე. ვა, ანუ დაუფასე შრომა შენს მასწავლებელს. ეგრე გამოვიდა? ერთმანეთს ვუფასებთ ყოველდღიურად, კი ბატონო, ჩვენ საქმეს. ისე შენი აზრით აი სიმღერა გამომუშავებადია? ვოკალური შესაძლებლობა. კი. კი. გამომუშავებადია. იყვნენ ჩვენთან ძველად ანსამბლში ბიჭები, რომლებსაც სმენა ნაკლებად ჰქონდათ, მაგრამ დიდი მუშაობის შემდეგ მათ შეეძლოთ ჩვენთან ერთად გამოსვლა სცენაზე და სიმღერა. გამომუშავებადია უბრალოდ თუ ნიჭი აქვს ადამიანს სიმღერის ბევრად მარტივად სწავლობს და თუ ნაკლები ნიჭი აქვს, რომ უჭირს ბუნებრივია მასწავლებელსაც და მასაც ასე ვთქვათ სიმღერის სწავლა. ყოველთვის ვეუბნებით ხოლმე მშობლებს, რომ თუ სიმღერის ნიჭი არ აქვს ბავშვს, ჯობია რომ ისეთ რამეში დახარჯოს ეს თავის ძვირფასი დრო მშობელმაც და ბავშვმაც, რაშიც მეტად ნიჭი აქვს. შენს მაგალითზე რო ავიღოთ ახლა რა. პოპულარობის მერე როგორ შეიცვალა შენი ცხოვრება? ხო, საინტერესო კითხვაა. და პოპულარობას მოაქვს თუ პასუხისმგებლიანი ადამიანი ხარ. გიწევს რომ ბევრად უფრო მეტად პასუხისმგებლიანი გახდე, რადგან თან მით უმეტეს ჩემს შემთხვევაში ჩემი მსმენელები ძირითადად მეტწილად ბავშვები არიან. და მეორე ვიტყვით მას. ხო, მეც მინდოდა აქვე ჩემი თავისთვის შემესწორებინა, მაგრამ მოდი ასე ვთქვათ, რომ ბევრი ბავშვია, ვისაც უყვარს ჩვენი ჯგუფი და ჩვენი სმენა და ბევრისთვის მაგალითები ვარ ჩვენ, გვინდა არ გვინდა, ეს რამდენად საპასუხისმგებლოც არ უნდა იყოს და რამდენად საბედნიერი, ასე ვთქვათ, სასიხარულოც. ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და ვცდილობ რომ ჩემი ყველა ნაბიჯი თითოეული სიტყვა, რასაც საზოგადოებაში ვიძახი, იყოს ძალიან დაფიქრებული, რადგან ვინმესთვის ეს არ იყოს რაიმე ესეთი არასწორი მაგალითი ასე ვთქვათ. თქვენი ჯგუფი დაახლოებით 6 წელია რაც პოპულარულია, ხო?
ჩვენ რო პირდაპირ ასე მიგვიღო პოპულარობა აი ასე პირდაპირ და მანამდე რამე გამოცდილება არ ქონოდა და ამ გამოცდილებაზეც გეტყვით. არ ვიცი რამდენად გაუძლებდით ამ ამბავს, იმიტომ რომ მე ყველას ვეუბნები მომავალთაობას და ადამიანებს ჩემი რჩევა აინტერესებს, რომ შეიძლება წარმატებამ უფრო დაღუპოს ადამიანი რაღაც მომენტში თავის თავთან და მორალურად, ფსიქოლოგიურად, ვიდრე წარუმატებლობამ. წარუმატებლობით შეიძლება არაფერი წაიქეცი და ფეხზე ადგები და გააგრძელებ სიტყვას. ესეც არ არის მარტივი, მაგრამ წარმატებით შეიძლება იმდენად დაინგრე შენ, იმიტომ რომ ვერ გაუძლო ამდენ ამ სიყვარულს ხალხის და თავში აგივარდეს და მთელი ამბავი, რომ იმას მე ვეღარავინ ვეღარ მოერევა, ასე ვთქვათ, ვეღარ უშველის. გონი წარმატებას თუ მარტივად მიიღებ, მაგ დროს ემართებათ ეგ ადამიანებს. ჩემი აზრით. მე მაგალითად ახლა გეტყვით. გავლილი მაქვს როგორი რაღაცების. თუმცა პატარ-პატარა დოზით. მადლობა ღმერთს რომ ესეა. სულ ამბობ რომ მადლობა ღმერთს, აი მფარველი ანგელოზი ყავს ძალიან, ასე ვთქვათ, მაგარი ასე როგორ ვთქვათ. მფარველი ანგელოზი ყავს მართლა, იმიტომ რომ იყო ჩვენ ცხოვრებაში პატარა პოპულარობა, რომ და ხალხი გცნობდა ქუჩაში, ასე ვთქვათ, გვაქებდა და მე უკვე 1-2 კვირის მერე, 1 თვის მერე ყველა გვივიწყებდა. შემდეგ ისევ რაღაცას გავაკეთებდით, რაღაც გვექნებოდა ან ტელევიზიით გამოჩნდებოდით, ან კლიპები გვექნებოდა, ისევ ახალი ტალღა წამოვიდო და მე ისევ განელდებოდა და ამის იმუნიტეტი გამოვიმუშავეთ შეიძლება იყოს და ეს დიდი ტალღა რომ მოვიდა უკვე, რომელიც დავიჭირეთ, ასე ვთქვათ, ეს შანსი და ვცდილობთ რომ ისე გავაგრძელოთ ღირსეულად ჩვენი საქმიანობა, უკვე ისეთი ზარალი აღარ მოგვაყენა და მადლობა ღმერთს რომ, რა ვიცი, თავშიც არ აგვარდნია და მსგავსი არაფერი არ გახდება. კი ბატონო. ანუ საჭიროა რა ის ესე ვთქვათ წარუმატებლობაც, რომ მე უფრო ვიგრძნოთ წარმატების გემო, ესე ვთქვათ. აბსოლუტურად. და დადებითი და უარყოფითი მხარეები რა აქვს? აი ზუსტად ეგ, რომ შეიძლება, რა ვიცი, სადმე ზიხარ და ფეხი-ფეხზე გადადება გინოდეს, ან რა ვიცი, ფაგეჭი რეზინი გინდა დაღეჭო და აი და რა ვიცი, აი თრალი გინდა რომ იყვირო. უაზრო მაგალითებს გეუბნები. ხო, მაგალითად ბევრსაც არასდროს არ ვსვამ, იმიტომ რომ ხო, იმიტომ რომ ეხლა მირჩევენ რომ ფხიზელი ვიყო და ჩემი თავი ვაკონტროლო ყოველთვის, იმიტომ ყოველთვის ყურადღების ცენტრში ვარ, გინდა არ გინდა და ამიტომ ეს გააჩნია როგორ შევხედავთ. მე ამას პასუხისმგებლობად ვიღებ და ეს ჩემთვის უარყოფითი ნამდვილად არ არის. ეს ვფიქრობ, ჩემი ცხოვრების მისია ასეთი და პირიქით დადებითად უყურებ, მაგრამ შეიძლება ვიღაცისთვის იყოს ეს უარყოფითი. იმიტომ რომ ვიღაცას უნდადეს რომ თვალი ბევრი დალიოს და ფეხი აერიოს და რა ვიცი, იყვიროს კიდევ. კი ბატონო. თუ ასე შევხედავთ, ბევრ რამეში ზღუდავს ნამდვილად. კი, რა თქმა უნდა. მაგრამ გააზრებული გექნებოდა, შენ დარწმუნებული ვარ ეგ ყველაფერი. კი, მე ვფიქრობ, რომ მადლობა ღმერთს რომ ესეა, ჩემი ცხოვრების მიზანი, ჩემი ცხოვრების სტილი და ჩემი ცხოვრების მისია ზუსტად ეს არის, რომ ვემსახურო ჩვენს ხალხს, შევქნა სიმღერები და მუსიკები ჩემს ბიჭებთან ერთად, ბუნებრივია, რომელიც მათთვის ჩვენი საყვარელი მსმენელისთვის იქნება საყვარელი და ჩემი ქცევაც იყოს ვიღაცისთვის მისაბაძი, თუნდაც ჩვენი მომავალი თაობისთვის. ძალიან დიდი მისია გაქვს, იმიტომ რომ მომავალი თაობის მისაბაძი მაგალითებს თუ აძლევ ადამიანებს მაგალითს, ეს უკვე დიდი ამბავია, ასე ვთქვათ. ვისი იდეა იყო ურსა? მოდით ასე ვთქვათ, ურსა იყო ადამიანების ერთობის იდეა, გაერთიანების საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში. მოკითხო საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში. ორიგე პეიშნიკი ვზივართ, ასე ვთქვათ. ჩვენს უნივერსიტეტს უნდა ვეთქვა, რომ იმდენად ბევრი ნიჭიერი ადამიანია. ძალიან. ჩვენს უსაყვარლეს უნივერსიტეტს ჩვენი მეგობარია გიორგი ქურაზბედიანი, რომელიც იყო თვითმმართველობის უფროსი. დღესაც არის, მე მგონი, გიორგი იქ და ძალიან კარგი პროდიუსერობის ნიჭი აქვს სხვათა შორის ამ ადამიანს და მისი შექმნილია, ასე ვთქვათ, ეს ჩვენი ჯგუფი. ასევე იქ იყო თამარ ალადაშვილი, ძალიან ცნობილი და ჩვენი საყვარელი მეგობარი მუსიკოსი, რომლის იდეაც იყო კონკრეტულად ეს სახელი ურსა და თავიდან ისიც იღებდა მონაწილეობას მისი დაც ამ ჩვენი ჯგუფის მოღვაწეობაში და ეს ადამიანები მინდა დიდი პატივისცემით მოვიკითხო აქედან და მადლობა უთხრა თავისთავად იმის, რომ ეს პირველი ცეცხლი და პირველი ნაფერწკალი გააღვიეს ამ ჯგუფის და შემდეგ ბუნებრივია უკვე ჩვენ ამდენი წელია 15 წლის განმავლობაში იქმნება, შეიქმნა და კიდევ იქმნება და კიდევ ბევრ საფეხურს გაივლის დარწმუნებული ვარ ეს ჯგუფი. სიმღერებს ძირითადად ვინ წერს ხოლმე? მე იქ მაინტერესებდა სულ, იმიტომ რომ
ესე ვთქვათ, ვიღაცის სიმღერის გადამღერება შენ შემთხვევაში არ მინახავს. გეტყვით, როგორ არის გადამღერებებიც, ჩვენ რამოდენიმე მიმართულება გვაქვს. გვაქვს ჩვენი საავტორო სიმღერები, რომელსაც აი თქვენ გკითხეთ და ჩვენთან ძირითადად ჩვენი გიტარისტი ქმნის ხოლმე რაღაც მელოდიას, რომელიც მოაქვს და ჩვენ მე კარგად ვამუშავებთ, ასე ვთქვათ, ამ მელოდიას და ქმნით სიმღერას ერთობლივად. და ეს მართლა ერთობლივად იქნება. ეს ვინმე არ იფიქროს, რომ ეს რაღაც თავმდაბლობის გამო ვამბობ, ანუ ვინმეს ტექსტსაც ერთად წერთ? არა, ტექსტებზე მივხვდით, რომ უნდა დავაწერინოთ პროფესიონალს და ვცდილობთ ხოლმე, რომ ჩვენთვის არიან რამოდენიმე ადამიანი, რომელსაც ვთხოვთ ხოლმე, რომ ტექსტი დაწეროთ ჩვენთვის. ალბათ ნანა ცინცაძეა, ირინა სანიკიძეა. მინდა ვთები გავშალოს ტექსტის ავტორი გახოთ ირმა ჯანანაშვილი მაგალითად და არის რამოდენიმე ადამიანი, რომელიც გიორგი გილიგაშვილი, რომელიც სიყვარულის განდაგანას ტექსტის ავტორია. კი რა. სხვათა შორის გილიგასთან ერთად ჩვენი გიტარისტის ძმის შვილი ნინო ფერაძე არის სიყვარულის განდაგანას ტექსტის ავტორი. ეს ორივე, ასე ვთქვათ, ერთად სინთეზში შექმნეს ეს არაჩვეულებრივი ტექსტი. და ტექსტის გარდა, ასე ვთქვათ, მელოდიას ვქმნით ჩვენ. კი ბატონო. ასევე ჩვენი ერთ-ერთი მიმართულებაა ხალხური სიმღერების ჟღერა, უნებლიო თანამედროვე ჟღერადობით. შემოვიტანეთ კომპოზიტორების, ასე ვთქვათ, სიმღერები. ლილიკო ნემსაძის სიმღერა გვაქვს, ეხლა მეორე გვექნება, რუსა მორჩილაძის სიმღერა გვაქვს. ეს ჩვენთვის ძალიან საამაყოა და ჩვენ ბედნიერები ვართ ამ ადამიანს. სამასხისმგებლოცა და ალბათონი მარინა გოჩიტაშვილის სიმღერა ახლა ბოლო ჩემი გული, რომელიც კი ბატონო, ასე ვთქვათ, შეიყვარა ხალხმა კიდევ. მუშაობთ ამ ადამიანებთან და ვფიქრობთ, რომ ზოგადად ვინც უნდა მისცე ადამიანებს იმის საშუალება, რომ აკეთოს ის, რაშიც პროფესიონალია. არ შეიძლება რომ ერთმა ადამიანმა აკეთოს ყველაფერი და თქვა რომ აი მე ყველაფერი შემიძლია სიმღერის წერაც და რა ვიცი ცეკვაც და ბევრი რაღაცა. ყველა ადამიანმა უნდა გააკეთოს ის, რაშიც არის პროფესიონალი. ამ შემთხვევაში და თუ სინთეზი კარგი გამოვიდა და თანამშრომლობა, პროდუქტიც ამ შემთხვევაში ძალიან კარგი გამოდის ხოლმე. მე რა მაინტერესებს იცი, აი თუ გქონია წინადგზნობა, რომ აი ეს სიმღერა აუცილებლად გავარდება. კი, რომელი სიმღერა იყო თუ საიდუმლო არა? სიყვარულის განდაგანა ვიცოდი რომ გაამართლებდა, ესე თუ გაამართლებდა მართლა არ მეკონდა. იყო ჯგუფში რაღაც ცოტა განხეთქილება ამასთან დაკავშირებით რომ შეიძლებოდა ეს სიმღერა საერთოდ არ გამოგვეტანა, ასე ვთქვათ, მზის შუქი არ გვეჩვენებინა ასეთისთვის. რადგან ხო, შუაზე იყო აზრები გაყოფილი რომ შეიძლება ჩვენ ზოგი ამბობდა რომ ეს სიმღერა ძალიან წარმატებული იქნება, ზოგი ამბობდა რომ ეს სიმღერა არ იქნება წარმატებული და არ ღირს სიმღერის ჩაწერა. მაგრამ ჩვენ ერთმანეთს დიდ პატივს ვცემთ და ჩვენი საიდუმლოს და ურთიერთობის საიდუმლოს და წარმატების საიდუმლოს ამაში მდგომარეობს რომ შეიძლება მუსიკალურად ადამიანს საერთოდ არ ეთანხმებოდი რაღაც მომენტში და ფიქრობდი რომ შეიძლება მისი აზრი საქმისთვის საერთოდ დამაზიანებელი იყოს. მაგრამ მისი აზრი შენთვის იმდენად მნიშვნელოვანია რომ შენი საქმე უკვე მეორე ხარისხოვანი ხდება და მისი აზრია შენთვის პრიორიტეტული. ძალიან კარგია. ეგრე თუ გაქვთ ურთიერთობა დალაგებული, ხო? ეტყობა შედეგებსაც. ის ჩვეულებრივად არაფერი არ ხდება. მარტო კარგი სიმღერა ვიმღეროთ. ეგრე არ მოდის წარმატება. ნამდვილად ესეა. ურსარო არ ყოფილიყო შენ ცხოვრებაში, სად იქნებოდა გიორგი წოწენიძე? კიდევ ერთხელ მინდა დიდი მადლობა გადაუხადო ჩვენ მსმენელს იმისთვის, რომ ასე უყვართ ჩვენი ჯგუფი და მადლობა ღმერთს, რომ ეს ჯგუფი არსებობს ჩვენ ცხოვრებაში და ამ ჯგუფის პარალელურად მიდის ჩვენი სიცოცხლე. მაგრამ არ ვიცი ამ ჯგუფის გარეშე რა მოხდებოდა. მე სიმღერა ძალიან მიყვარს და დიდი ალბათობით რომელიმე ანსამბლში ვიქნებოდი ხალხურ ანსამბლში. ალბათ. უნივერსიტეტში რაზე სწავლობდი? უნივერსიტეტში ვსწავლობდი გზების ინჟინერიას. რომელიც არ გაინტერესებს. ეხლა რო გეთქვა რომ მაინტერესებს, გამეცინებოდა. რომელიც ნამდვილად არ მაინტერესებს. რა ვიცი, გამიმართლა და მადლობა ღმერთს, რომ სიმღერის ნიჭი აღმოჩნდა, რომ და აღმოვაჩინე ჩემ თავში და დავარწმუნე ჩემი თავი, რომ ჩემი მთავარი საქმე არის სიმღერა. ხო, დარწმუნება სხვათა შორის ძალიან რთულია. საკუთარი თავის. იმიტომ რომ ბევრი მინახავს ჩემს ირგვლივ მეგობრებიც, რომ აი სამართალზე სწავლობენ იმით, ანუ აქვთ სხვა შესაძლებლობები და უნარები, ესე ვთქვათ, მაგრამ აი რაღაცა სისხლის სამართალს სწავლობენ მაინც, მაგრამ არ არიან ამ ყველაფრით ბედნიერები და შენ ძალიან ბედნიერი ხარ, შენ ბედნიერი ვარ და მოდი მე მაინც საზოგადოებას ვეთყვი.
და ადამიანებს, რომელსაც თავისთავად ჯერ ნაპოვნი არ აქვს. ზუსტად 2 წლის წინ ვიპოვე, 3 წლის წინ ჩემი თავი, მიუხედავად იმისა, რომ ამდენი წლის განმავლობაში არსებობს ჯგუფი ურსა და ამდენი წლის განმავლობაში სიმღერა ჩემი თანმზდევია ყოველთვის. არასდროს არ ვენდობოდი და არ მჯეროდა იმის, რომ შეიძლებოდა ჩემი თავი საქმე ყოფილიყო ეს მუსიკა. და პარალელურად ყოველთვის რაღაცას ვაკეთებდი, მაგრამ მე მინდა ყველას მიმართო და უთხრა, რომ გჯეროდეთ თქვენი საქმის, გჯეროდეთ იმის, რასაც აკეთებთ და გააკეთეთ ყველაფერი თქვენი საქმისთვის, თქვენი საყვარელი საქმისთვის და აუცილებლად ადრე თუ გვიან იქნებით წარმატებული. ხო, მარტივი გზა არ იქნება, მაგას დარწმუნებულები იყავით ალბათ. ხო, აი ამას იცით რა ცოტა მორიდებით ვამბობ, იმიტომ რომ შეიძლება ვინმე თქვას, რომ კი, ეხლა ეს ამას ამბობს, მაგრამ ამან რა იცის, ეხლა მე რა ცხოვრებისეული პირობები მაქვს, მაგალითად ბანკი მაქვს გადასახდელი და მილიონი სხვადასხვა რაღაც. მაგრამ მე ჩემი გამოცდილებიდან ვამბობ, რომ მუშაობდი სამსახურში ზუსტად ამიტომ, რომ სტაბილური შემოსავალი მქონოდა. ოჯახია, პასუხისმგებლობია, ორი შვილი წარმოვიდგინეთ და ვერ ვანებებდი თავს, იმიტომ და ბუნებრივია ამ მუსიკასაც ვერ ვავითარებდი, იმიტომ რომ იქ ჩემი რესურსი იქ მიდიოდა და იქ იხარჯებოდა და იმას თავს ვერ ვანებებდი. და მადლობა ღმერთს გამომიშვეს სამსახურიდან. აუ რა, კაი საქმე გაუკეთებია, ხო? მადლობა ღმერთს. იმდენად ქივნეული იყო მაშინ ჩემთვის, თან წარმოვიდგინე რომ გამომიშვეს სამსახურიდან. პანიკა არ დაგეწყო, რომ გამოგიშვეს სამსახურიდან? ჩემი მეუღლე იყო, მეორე ბავშვზე ურსულად. ხო, აიმე. და დაზღვევა, წარმოვიდგინე, დაზღვევა ქონდა თან მაგარი ჯანმრთელობის დაზღვევა, ხელფასი. ეს რა ვიცი, ამდენი პასუხისმგებლობა ბანკი და ბიჭო მეთქი ხა? რა ვქნა და სახში მივიდა, მიას უთხარი, რომ მეთქი სამსახურიდან გამომიშვეს და ორსულად არის, წარმოვიდგინე, რა ვიცი, დღე-დღეზე ბავშვი ელოდება და არა უშავს უთხრა. ყველაფერი კარგად იქნება და ისე აგიხდეს ყველაფერი, მართლა ისე წარმატებით წავიდა ყველაფერი. ურსაზე მოთხოვნა გაიზარდა, მერე ჩვენც მეტი სტიმული მოგვეცა, მეტი სიმღერა გავაკეთეთ, გავაჰიტეთ რაღაც სიმღერები და რა ვიცი. ანუ სამსახურიდან რო არ გამოვიშვი, ალბათ შეიძლება და ზუსტად ისე ყოფილიყო ყველაფერი, როგორც იყო, აუცილებლად ეგრე იქნებოდა, იმიტომ რომ შენ შესაძლებლობებს მან ტოვებდი და იდეაში მე დაღლილი უკვე ენერგია გამოლეული რა ვერ შექმნი იმას, რაც თქვენ ახლა შექმნით. ეგრეა. მაუ ძალიან ისეთი ისტორიაა. აი 100 წლის მერე რომ შეიძლება მოყვე და შეიძლება ფილმი გადაიღო. სამსახურიდან გამომიშვეს და გავხდი წარმატებული. ხო, ძალიან კარგია. ჩემით ვერ მივიღე გადაწყვეტილება ნამდვილად. გეშინოდა ხო? სულ მინდოდა რომ აი წავალ სამსახურიდან სიმღერას მივხედავთ. სკოლას გავაკეთებთ და სკოლის გაკეთებ, რამდენი ხანია მინდოდა იცი და შანსი არ იყო, იმიტომ რომ იმაზე ჯაჭვული იყო. ეხლა მხოლოდ მუსიკაში კი. ხარ ხო? და მაგით ხარ ესეთი ბედნიერი და გავრწყინებული თვალებით. ნამდვილად. ეხლა ესეთი კითხვა უნდა დავსვა, რომელიც არ მინდა რომ დავსვა. გამოვიშვი. მაგრამ დარწმუნებული ვარ რომ მაყურებლებს აინტერესებს. აბა, ნახოთ რა. ჯგუფში ყოველთვის ვოკალისტები არიან ყველაზე პოპულარულები. ხშირ შემთხვევაში. და შენ როგორ ფიქრობ? შენი ჯგუფის წევრებს თეთრი შურით შურს შენი? აი, არ ვიცი ბიჭებო, ეგ თქვენს. არა, ხუმრობ რა თქმა უნდა. ხო, როგორ არიცით? ჩვენ ჯგუფში ყველას აქვს თავისი ადგილი. აი, საქმიანად თუ შევხედოთ. რო არ იყოს მაგალითად კობა, ბას-გიტარისტი. არ იქნებოდა ის წნევა, ის დრაივი, რაც აქვს ჩვენ ჯგუფს. რო არ იყოს შოთა, არ იქნებოდა ის მუხტი, ის ენერგია, რაც ეს დიდი ენერგია მოდის და დინამიკა, რაც აქვს ჩვენ ჯგუფს. რო არ იყოს გრიგალა, ხო, არ იქნებოდა ის რაღაცა ქართული ავთენტური ჟღერადობა და ის რაღაცა თანამედროვესთან შერწყმული სიგიჟე, რასაც აკეთებს ხოლმე, რაც ჩვენი ჯგუფის ერთ-ერთი დამახასიათებელი, ხო? რო არ იყოს ლევანი, არ იქნებოდა საერთოდ ჩვენი მუსიკა, იმიტომ რომ ის არის სულის შამფურია ყველასთვის. ჯაჭვია ერთი რა. ეს არის უდიდესი დიდი ჯაჭვი და ამას მე თქვენ საქმიანად გიყვებით და საქმეს რო თავი დავანებოთ, მე თქვენ როგორც გითხარით, საქმე არის ჩვენთვის მეორე ხარისხოვანი, ჩვენთვის თავარი არის ურთიერთობა, აი ძმობა და სიყვარული რაც გაგვაჩნია, ამიტომ შური ბუნებრივია იქ საერთოდ არ არსებობს და მხოლოდ სიყვარული იქ სადაც ჩვენ ვართ. ანუ კითხვას მარტო ინტროში ჩავსვა, არა უშავს.
მაშინ უყურე მე რა მაინტერესებს რატო ხარ შენ ყველაზე პოპულარული შენი აზრით? ბუნებრივია ეგ რომ მე ყველაზე პოპულარული ვარ ჯგუფში, რადგან ხალხთან მე მაქვს კომუნიკაცია, მე ვესაუბრები. ძალიან მაგრად გაკომუნიკაცია. მე რაღაც საქმეზე ვიყავი, მოკლედ გიორგის ურსას კონცერტი იყო თან იმ საღამოს და უბრალოდ საქმეს ვაკეთებდი, მაგრამ ის საქმე მივატოვე და იქით ვერთობოდი. ისეთი ენერგეტიკა მოყავს, ძალიან მაგარი ხარ. დიდი მადლობა, გაიხარე. იმიტომ თან რასთან შედარებით, იცი მე მახსოვს, მე ვნახე ერთი შენი ფართო მასშტაბიანი ერთ-ერთი პირველი კონცერტი. და მაშინ რო არიყავი ეგეთი და ეხლა რო ნახე როგორ მუშაობ შენ თავზე და როგორ გაქვს ნამუშევარი, ძალიან მაგარია. ანუ მაგ დროს უფრო პოზიტიურად ვისები ეს ადამიანის შრომას რო ხედავ. დიდი მადლობა. როგორც მაყურებელია, ძალიან მნიშვნელოვანია რომ ჩვენ ერთმანეთს ასე უგულშემატკივროთ და შევაფასოთ და ასე ვთქვათ, შევაქოთ ერთმანეთს, იმიტომ რომ მნიშვნელოვანია ადამიანის სიტყვა ძალიან დიდ სტიმულს გაძლევს და ბევრად უკეთეს ხდის. დიდი მადლობა. მეც მინდა შენ კომპლიმენტები გითხრა, ძალიან დიდი პროგრესი გაქვს, უდიდესი ნახტომი. თითქოს რაღაცა სატესტო TikTok ვერსიიდან, რომელიც ასე ვთქვათ, ქვიზი იყო და ძალიან წარმატებული იყო და ძალიან სახალისო, დიდ პროექტად გადაიქცა ეს ყველაფერი და ძალიან საინტერესო და ასე ვთქვათ, სასიამოვნო სანახავია ხალხისთვის. დიდი მადლობა. დიდი მადლობა შექმნისთვის. გაიხარე. პოპულარული ხო, სად დაუბრუნდით? პოპულარული ხო, მხოლოდ იმიტომ ვარ, რომ უბრალოდ ფრონტმენი ვარ, ასე ვთქვათ და მე ვჩანვარ, მე ვმღერი, მე მაქვს ხალხთან კომუნიკაცია და უბრალოდ ჩემი როლი ეს არის. ვერანაირად ვერ შეიძლება რომ მაგალითად ბას-გიტარისტი ან დრამერი უფრო პოპულარული იყოს, ვიდრე ფრონტმენი. ეს ჯგუფის ძალიან დიდი წარუმატებლობაა და ამიტომ ესე ჯობია რომ იყოს როგორც არის. მე ვიცი, ჩვენი ქართველი მსმენელის საუკეთესო სიმღერა, ნუ მიახლოებით მე ეგრე ვფიქრობ. რომელია? შენთვის რომელი სიმღერაა შენი ფავორიტი? ურსადან. ჩვენ ჯგუფის? ხო. მოდი მე თქვენ გეტყვით. ნუ სიყვარულის განდაგანო ძალიან მიყვარს და ეს სიმღერა, რა ვიცი, ძალიან უდიდესი ემოციით მავსებს უსვენ, მაგრამ ჩემი ერთ-ერთი უდიდესი სიამაყე სიმღერა, ჩვენი სიმღერა არ არის ქალბატონ ლელა თათრაიძის სიმღერა, მაგრამ მე ვიტყოდი დუეტს. ჩვენი და ქალბატონ ლელა თათრაიძის, რომელიც არის ლეგენდა. და მინდა გადაცემიდან მოვიკითხო დიდი სიყვარული და დიდი პატივისცემით. ეს არის ჩვენთვის დიდი ბედნიერება და დიდი გამარჯვება, რომ ამ ადამიანთან ერთად დუეტის ჩაწერა მოვახერხეთ. ამ სიმღერას ქვია ჯანღი, ეს არის თუშური სიმღერა, ლელა თათრაიძის შექმნილი და მისი და ეთერ თათრაიძის ტექსტზე. და სხვათა შორის პირველად რო უთხარი რომ დუეტი უნდა ჩავწეროთ თქვენთან თქო, ძალიან გაეცინა. აი ზუსტად ეგრე გაეცინა რომ უთხარი და მე 6 თვე, რა ვიცი, ვეხვეწებოდი მუხლის ჩოქებზე რომ გავაწოლელა, თხოვთ ჩავწეროთ და მადლობა გმენს დაგვთახტო და კარგი გამოვიდა ეს სიმღერა ძალიან. ხო, ნუ რთულია ზოგადად სიმღერების არჩევა, შვილები ვით არიან, მაგრამ მოდი ამ სიმღერას დავასახელე. კოლაბორაცია ახსენე. კი. და ცოტა ისეთი კითხვა, მაგრამ ვისთან არ წარმოგიდგენია კოლაბორაცია? ვისთან არ? ხო. ხო, არ ვიცი, ძალიან რთული კითხვა. ორი ხედვით და ორი პერსპექტივით შეიძლება შევხედოთ მაგას. მე ზოგადად ვამბობ ხოლმე, რომ არ არსებობს სიმღერა, რომელიც არის ცუდი სიმღერა. და შესაბამისად არ არსებობს ცუდი მომღერალი. გააჩნია როგორ წარმოაჩენ, როგორ შეფუთაო. მე მინახავს ცუდი მომღერალი. ხო, იმიტომ რომ არასწორად და შენთვის არასასურველად აქვს შეფუთული. ხო, ეგ არის მიზეზი? კი, აბსოლუტურად ეგ არის, იმიტომ რომ ადამიანები ვართ. და ადამიანი როგორ შეფუთავს და როგორ მოგაწვის ეს აბსოლუტურად რა მნიშვნელობა აქვს, ხო? მე და შენ ერთნაირი ადამიანები ვართ და შენთვის და შენი გადმოსახედიდან მეც თუ კარგი მომღერალად მთვლი, არ ვიცი. მთვლი, რა თქმა უნდა. და ის მეორე ადამიანი, ვისაც ცუდ მომღერალად მთვლი, ერთნაირი ადამიანები ვართ, ხო? მთავარია ჩვენ როგორ შევფუთავთ ამ ყველაფერს და გემოვნებაა მაინც მთავარი. გემოვნებაა, ხო? და აი რაღაცნაირად შეთანხმება. მე მგონია რომ ყველასთან შეიძლება დუეტის გაკეთება, უბრალოდ თუ შევთანხმდებით. თუ გემოვნურად ვერ შევთანხმდებით, მაშინ ძალიან ბევრთან ვერ. ცუდი გამოვა. ხო. თან. კი ბატონო. კიდევ როგორ ნეიტრალურ კი. პასუხებს გცემ, ხო? დიპლომატი ხო არ ხარ მეთქი, მაგას ვფიქრობდი, მაგრამ საგზაოს ვსწავლობდი და არა, დიპლომატი არ არის, გამომუშავებული აქვს ესეც. დავუშვებ. შენს ლაივებზე ყოველთვის აქტიური ხარ კიდევ ერთხელ. კი.
და ეს მე გადმომედო, მაგრამ შენ როგორ ხედავ ხალხისთვის გადამდებია ეს შენი ემოციები? ჩემთვის არის ხოლმე შეფასების, ასე ვთქვათ, მეტრი რა იცი, რომ დავასრულებთ კონცერტს და კონცერტი დასრულებული არ არის და ვიღაცა მოდის ჩვენთან ან ბავშვი ან რა ვიცი მოზარდი ან რა ვიცი მშობელი და მე გვეუბნება რომ აუ კიდე როდის იქნება თქვენი კონცერტი. აუ ეგ ძალიან დიდი სიამოვნება იქნება. ეს არის რა იცი, აი იქვე მაშინვე გინდა რომ კიდე ჩაატარო კონცერტი, ეს დიდი სიამოვნება. მე ახლა რა მახსოვს, იცი, კონცერტი მორჩა შენი. ხო. თქვენი ჯგუფის უბრალოდ და ვიღაც მოვიდა და გთხოვა რომ კიდე გაგაგზელებინა და შენ რომ გააგრძელე, წრე რომ გააკეთებინა და აჭარბინა, ძალიან მაგარი იყო რა. აი მაგის გარეშე კიდე კაი რომ მითხრა, იმიტომ რომ მაგის გარეშე, მაგ სიმღერის და ცეკვის გარეშე მაგ დღის ასე ვთქვათ სილამაზე იქნებოდა ნახევარი, ვიდრე ხო არა, ძალიან ის იყო, ამას იყო და თან ხო გეუბნები, დავიმუხტე რა რაღაცნაირად და მე დავიმუხტე როგორც მაყურებელი და მე წარმოვიდგინე მე შენ როგორ იმუხტები ამ ყველაფრით. იმიტომ რომ მე, როდესაც საღამოთი წამიყვანია, მიწევს ხოლმე დიდ ენერგიას ვიღებ რა, მაგრამ შენთან მღერი. და ეგ ცალკე სიამოვნება. კი, ფიზიკურად არ მაქვს ეგ. ფიზიკურად არის ბუნებრივია ძალიან რთული. იმიტომ რომ კონცერტთან დიდი კონცერტი თუ არის, წარმოვიდგინე დღეში მე ისიც მაქვს, დათვლილიც მაქვს რა, ტელეფონით. 3 კილომეტრზე მეც გავდივარ სცენაზე. ხო, თუ დიდი სცენა არის მე ხო არ ვჩერდები, სულ მოძრავ, სულ და რამდენადაც მეტი შეხების წერტილი მაქვს ადამიანებთან, ის ჩემთვის ბევრად კომფორტულია. იმიტომ რომ კონცერტი სანახაობრივად და აქტიურიც ბევრად უფრო საინტერესო, როცა არტისტი ბევრ წერტილში მუშაობს, ხო? მოძრაობს და ყველგან. რაც არ უნდა დიდი სცენა იყოს, თუ ერთი წერტილი არის სამუშაო მხოლოდ, ნუ მაინც იგიწევს მისვლა და მარტო იქ ხარ რა. ეხლა თუ 1, 6, 7 წერტილი გაქვს, უკვე ბევრად უფრო საინტერესოა კონცერტი, ხო? სხვადასხვა ადამიანებს ხვდებით, ან იქ სხვადასხვა წერტილი, სხვადასხვა ადამიანები არიან. კომუნიკაცია სხვასთან გაქვს, სხვა ადამიანები. ის ადამიანები სხვადასხვა ენერგიას გაძლევენ. ხო, ერთი ადამიანი რაც უნდა მონდომებული იყოს. შეიძლება ვიღაცას ეგონოს რაღაც ფილოსოფიას ლაპარაკობს. არა. მართლა ესე არის ხალხი. მარტივია. ყველაფერი ეგრე მარტივადაა. ჩვენ ახლა ერთმანეთს ხო ენერგიებს ვაძლევთ, ხო? და რაც უფრო მეტი ადამიანია და პოზიტიური ენერგიით მუხტავს, ხო? იქ დაღლა არის აბსოლუტურად ზედმეტი. დაღლა არის, მანქანაში ჩაჯდები და კი. უკვე რომ მიხვდები რომ ფიზიკურად კი, ხო, ფიზიკურად ხო სულიერად ამაღლებული. ძალიან ბევრი ადამიანი ესწრება თქვენს კონცერტებს ახლა ამას თქმა არ ჭირდება, შეგვიძლია ვნახოთ ყველგან. რომ ძალიან ბევრი ადამიანი ესწრება. და მადლობა კიდევ ერთხელ მათ. შენი აზრით ის ადამიანები, ვინც შენს კონცერტზე დადიან. მე გლანძღავენ ხოლმე კომენტარებში. აუ რა მაგარია. 99% დიდი იმედი მაქვს და დარწმუნებული რომ არა. კი ბატონო. მაგრამ ბუნებრივია ახლა 1% შეიძლება 5%-იც იყოს, შეიძლება 10%-იც. რომელიც მოდის ჩემ კონცერტზე და სიამოვნებას იღებს, იმიტომ რომ ადამიანურად მართლა უყვარს და უნდა და სიამოვნებს ამ ქართული სიმღერების მოსმენა ჩვენი ნამღერის, მაგრამ არ ვიცი, რაღაც მიზეზის გამო შეიძლება გავლანძღოს რა სოციალურ ქსელში. რამდენიც ბევრი ლანძღვა მინახავს, ძალიან ბევრი ლანძღვა. ჰეითერი ყველას ყავს. და ეგ არ არსებულია სხვა. ყველას მოსაწონი ვერ იქნები, ძალიან მარტივად რო ვთქვათ. მე მაინტერესებს შენ ჰეითერებს რას უმღერებდი. მაშინ თუ ეგ მანდ მივდივართ. ხო. სხვადასხვა თავიდან ბევრი მე ასე მეუბნებოდა რომ შენ ყველასო არ ეყარებიო რა შანსი არ არის და მაგაზე უტყვილო არც დახარჯო დრო. ბევრი მტვერმა ადამიანმა მითხრა და სულ მქონდა პროტესტი რომ რატო შეიძლება მე ისე ცხოვრობ, ვცდილობ რომ ისე ვიცხოვრო რომ ვიღაცისთვის შეიძლება არ ვიყო მაგალითად მაინც და მაინც სასიამოვნო ასე პიროვნულად, მაგრამ ჩემი ქცევიდან გამომდინარე წესით და რიგით უპატივცემულობას არავის თვალში არ უნდა ვიწვევდე რა, ესე ვფიქრობ, მაგრამ საბოლოო ჯამში ისე გამოდის რომ მაინც არიან ადამიანები, ვისაც მიუღებელი ვარ, ბუნებრივია და მაინც არიან ადამიანები, რომლებიც ჰეითერები არიან, ასე ვთქვათ, ჩემს სოციალურ ქსელში. რას უმღერებდი? სიმღერით არ ვიცი, მაგრამ ერთ რაღაცას ვიტყვი, რომ მნიშვნელოვანი ადამიანები არიან ძალიან, ისე ყველანაირად ადამიანურადაც და როგორც მსმენელი ჩემთვის და როგორც სამიზნე აუდიტორია მნიშვნელოვანი ადამიანები არიან, იყვნენ და იქნებიან.
მაგრამ ნახეთ კიდევ რატო არიან ძალიან საჭირო ხალხი არ გვაძლევენ მოდუნების საშუალებას. და სულ ტონუსში ვართ, ნუ მათგამო არა ბოლომდე ისე ჩვენი მსმენელები ხო არანაკლები შტოვანები არიან რა თან მეტნი არიან ისინი. ხო. მაგრამ სულ გვინდა არ გვინდა ტონუსში ვართ და სულ გვინდა არ გვინდა უფრო მობილიზებული და მოწესრიგებულები ვარ. ასე ვთქვათ, უფრო ჩვენ განვითარებას ხელს უწყობენ. ამიტომ მადლობელი ვარ. მადლობელი ვარ. ეს სიმღერა არის. თავი ეხლა უკვე მარტივია როცა გადახარში. მაგრამ აი პირველი ტალღა რო წამოვიდა ესე ვთქვათ რა. ეს უარყოფითი ემოციები. აი შენ შემთხვევაში მე როგორ აკუმლირდა ესე ვთქვათ. ძალიან რთული იყო თავიდან ამ უარყოფითი ემოციების მიღება. რადგან მე ვიყავი და ვარ ადამიანი, რომელიც დადებითი ემოციებით იკვებება და ჩემთვის კონფლიქტი, უარყოფითი ემოცია, ამ ანძღვის მოსმენა არის დამანგრეველი, აი პირდაპირ ამ ნიშნულობით. ურთულესი გადასატანია და გადასახარში, ასე ვთქვათ. მაგრამ როგორც ჩანს, თან მით უმეტეს ხა იქ ოჯახი ჩართულია, ხო, ჩემს მეუღლეს, რა ვიცი, ისეთი რაღაცები მოწერილი ბავშვებზეც რა, მოკლედ. მაგრამ ესმის, იმიტომ რომ ჩემ ორ სულცოლსაც მიწერეს მსგავსად მაგ პერიოდში და რთულია, როგორც კაცმა ეს ძალიან რთულია, მაგრამ გადახარში. როგორც ჩანს, ადამიანს ამაზე იმუნიტეტის გამომუშავებაც კი შეუძლია. ყველას მაგარი არის, რომ ადამიანების რეალურ სახეს ხედავ. კი ბატონო, კი. მე არ მაქვს უცხო ხალხზე საუბარი. კი. კი, საახლობლოშიც არიან. ბევრნი საკმაოდ, ნუ ბევრს ახლა არ გულისხმობ, რომ ასობით, მაგრამ შეიძლება იყოს 5 ადამიანი, 10 ადამიანი გარშემო, რომელიც რეალურად შენი წესით კეთილი სურველი უნდა იყოს, იმიტომ რომ აქამდე ასე იყო. კი, ყოველ შემთხვევაში არაფერი ისეთი არ მომხდარა. ხო? მაგრამ რაღაცის გამო მოკლედ გლანძღავენ. ხო, ჩვენთვის ეგ არაფერს არ ნიშნავს, თუ დააკლებოთ კიდე მათ დააკლებოთ ჩემი აზრი ეგეთი. არა, სამწუხაროა რა, როგორ არ ნიშნავს. სამწუხაროა ძალიან, მაგრამ ნუ ახლა მაგის გამო თავს ვერ მოვიყვანთ. ვერ. თქვენ გაგიმარჯვოთ. თქვენ გაგიმარჯვოთ, ესე ვთქვათ. კი ბატონო. მე მაინტერესებს ცოტა ისე თემას მინდა რომ შევეხო. გერმანიაში რა მოხდა? გერმანიაში რა მოხდა? გერმანიაში უნდა ქონოდა კონცერტი დავგეგმეთ. უნდა ქონოდა კონკრეტულ ერთ ლოკაციაზე კონცერტი და შეიცვალა ლოკაცია და გადავწყვიტეთ რომ სხვა ლოკაციაზე ჩაგვეტარებინა კონცერტი. იყვნენ ადამიანები, ვისაც სურდათ ჩვენი კონცერტის გაუქმება გერმანიაში. ამ ისევ მიზეზების გამო. ხო და რო გავაუქმეთ კი არა, რო შევცვალეთ ლოკაცია, ხო? იმ ლოკაციიდან მიუვიდათ წერილი ამ ხალხს, იმიტომ რომ მათ ჰქონდათ აქცია დაანონსებული და მიუვიდათ წერილი, რომ აქ ამ ლოკაციაზე კონცერტი აღარ ტარდებაო და გადაწყვიტეს, რომ გაუქმდა ეს კონცერტი და იზეიმეს. და რომ მათი ზეიმის პარალელურად ჩვენ გვეგმავდით ტექნიკურად კონცერტს ოღონდ სხვა ლოკაციაზე და არაფერი ჩავატარეთ ეს კონცერტი. და რო ჩავატარეთ ეს კონცერტი, ამაზე ეს ხალხი, ვისაც უნდოდა რომ გაუქმებულიყო, უფრო გაგიჟდა და უფრო, რა ვიცი რა, უფრო ეწყინათ. მე არ ვიცი ამაში საწყენი რა არის, მაგრამ თუ არ ის არის რომ იყვნენ ადამიანები, ვინცაც უნდოდა ამ კონცერტის გაუქმება. ჭორი გავრცელდა რომ გაუქმდა, მაგრამ რეალურად კონცერტი ჩატარდა, იყვნენ ადამიანები, მოსულები, რომლებიც ძალიან დიდი სიამოვნება მიიღეს და იმიგრანტებთან შეხვედრა ჩემთვის კიდე ძალიან ემოციურია ყოველთვის, იმიტომ რომ მათ ისინი მოდიან შენს კონცერტზე და ისინი მოდიან რაღაც საქართველოსთან ახლოს. და მათ შენ რაღაცნაირად საქართველოს ახვედროთ, ეს უდიდესი პასუხისმგებლობაა და რა ვიცი, ამაზე დიდი ბედნიერება იმიგრანტებთან კონცერტის ჩატარებაზე არ ვიცი რა შეიძლება იყოს და მადლობა მათ, ვინც ჩვენ კონცერტზე იყვნენ გერმანიაში და მადლობა მათ, რომ მათი დამსახურებით ეს საოცარი კონცერტი შედგა და ბედნიერი ვარ და არასდროს დამოვიწყდება ეს კონცერტი. როგორც რა თქმა უნდა სხვა კონცერტები.
კი ბატონო, მაგრამ ეს მაინც დასამახსოვრებელია იმ მიზეზებით გამომდინარე. რაღაც წინააღობა როცა გაქვს წინააღმდეგობა, მე ვფიქრობ უფრო დიდია სურვილი რომ მე გააკეთო შენი საქმე. აქედან დავისარგებლო შემთხვევით და ზუსტად აი გერმანიის კონცერტზე ძალიან დაუახლოვდით, დაუმეგობრდით ჩვენი საელჩოს თანამშრომლებს. არაჩვეულებრივი ხალხი იყო, რომლებიც ძალიან დაგვეხმარნენ და მათი უდიდესი დახმარებით მოხერხდა ამ კონცერტის ჩატარება. არ ვიცი, დიდი იყო მათი 8 წელი. გარდა იმისა, რომ მათთვის არავის დაუვალებია რაღაცა, რომ მაგალითად ჩვენთან დამეგობრებულიყვნენ ან დავიპატიჟეთ სადმე. აი მთელი დღის განმავლობაში ისინი ჩვენ გადავყვნენ ზედ და მადლობა ესე იგი გერმანიაში, ფრანკფურტში განსაკუთრებით ჩვენი საელჩოს წარმომადგენლებს. რთული გრაფიკი გაქვს. ბოლოს როდის შეხვდი ახალ წელს სახლში? აუ რა მაგარი. არ ვიცი, მართლა არ ვიცი. ალბათ ერთი 15 წლის წინ რაღაცა. ხო? კი, არასდროს ძალიან ადრე. ჩვენ წარმატებული და პოპულარული ჯგუფი როცა არ ვიყავით, მაინც ახალი წელი როგორია? სამუშაო პერიოდია და ყველას ჯგუფი და ბენდი ჭირდება, ყველა ასე ვთქვათ, დაწესებულებას და ყოველთვის სადღაც ვიყავით ხოლმე. სულ მუშაობდით. როგორც მამას. ბავშვებთან ურთიერთობა ანუ ხშირად არ გექნება ესე ვთქვათ, იმიტომ რომ სულ გზაში ხარ. ან კონცერტზე ხარ. ხო, იცით რა, კი ეს ძალიან მტკივნეულია ჩემთვის, როდესაც დატვირთული სეზონია კონცერტების, ხო? და ეს დატვირთული სეზონი არის თითქმის ყოველთვის ხოლმე უკვე. ადრე მე მეგონა რომ მხოლოდ აი ზაფხულში და საახალწლო პერიოდში იყო დატვირთული პერიოდი და ეხლა ისე გამოდის რომ რაღაცა პატარა ჩავარდნები თუ არ არის სულ სეზონია და სულ დატვირთული პერიოდი. რა აი პატარა თავისუფალი დრო მჩება თუ არა, მაშინვე როგორ ვაკეთებ, იცი, ბავშვს არ უშვებ ბაღში. მეორე პატარა, ნუ ჯერ ბაღში არ დადის და მთელი დღე მინდა მათთან ერთად ვიყოს, ან სადღაც მივდივართ ერთად გასართობ ცენტრში, გასასეირნებლად, ან თუ სახლში ვარ, უბრალოდ სახლში ვარ და რაღაცა პატარა თავისუფალი დრო გამომიშტება თუ არა, მაშინვე ჩემი მეუღლე, ჩემი შვილები და აი სახლის რაღაცა ნაჭუჭი ვიკეტები ხოლმე. და ამის დანაკლისი მაქვს. კი, რა თქმა უნდა. ანუ შენი წარმატებულობა და ესე ვთქვათ, ესეთი შემდგარი, როდესაც ხარ ადამიანი, მასეთი რაღაცეებით, ესე ვთქვათ, მსხვერპლია რა, ეგ დრო, ბავშვებთან ურთიერთობის დრო რა. აბსოლუტურად გეთანხმებით. ძალიან რთულია. კი. მაგრამ იმიტომ არის გიორგი ესეთი, რომ ბავშვები იყვნენ მე ძალიან კარგად. თავისთავად. ვახსენეთ, რომ ძალიან ბევრი კონცერტი გაქვს. და რომელ ქალაქში არ გიმღერია? ბევრი ქალაქი იქნება, რომელშიც არ მივღერია ალბათ. მაგრამ ასე ახლა ვერ ვიხსენებ. ერთი ვიცი, რომ რაჭაში არ ქონია კონცერტი არასდროს. რა ხდება? ხო, არ ვიცი რატო. ხო იცი რაჭველები ცოტა ნელი ხალხიაო და ეხლა მოდიან. შეიძლება, ხო, არ ვიცი. ყოველ შემთხვევაში რაჭაში არასდროს კონცერტი არ ქონია. მიუხედავად იმისა, რომ მეოთხედით რაჭველი ვარ მე. დედაჩემის დედა გახლავთ ყიფიანის ქალი ეთერყიფიანი რაჭველი. ხო. აქედან არ ვიცი, ახლა ბებო თუ ნახავ ამ გადაცემას, შენ გიყვარს ხოლმე ჩემი გადაცემის ყურება და შენ გენაცვალე მიყვარს ძალიან. და საქართველოში შენი ეს ნიჭიერი ბენდების პრობლემაა თუ ყველგან თქვენ რატო ხართ ეგ მაინტერესებს? ნიჭიერი ბენდების პრობლემა არ არის, გასამყაროს პირიქით. ძალიან ბევრი ნიჭიერი ბენდია და რასაც უყურებ ხოლმე, ძალიან სიამოვნებს. კეთილი რაღაცნაირად კეთილი შეხედულება მაქვს რა. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ჩემი კონკურენტები არიან, ხო, ბენდი და ეს, მაგრამ რაღაცნაირად ძალიან გულშემატკივრობ ყველას. იმიტომ რომ ჩვენზე დგას ზოგადად ჩვენი ქართული მუსიკის და სიმღერის განვითარება, ხო? ბენდებზე, მუსიკოსებზე და ეს სფერო მინდა რომ ძალიან წარმატებული იყოს. რატო ვართ ხოლმე ჩვენ იცით? ზოგადად ჩვენი კონცერტი ტარდება მოთხოვნის შესაბამისად. ადამიანები საზოგადოება, ნუ რაღაც ქალაქის და მუნიციპალურ კონცერტს თუ ავიღებთ და არა რაღაც კომერციულ კონცერტს, ხო? ადამიანებისგან მოთხოვნა შედის ადგილობრივ მუნიციპალიტეტში, რომ ჩაგთხოვთ, ჩამოიყვანოთ ჯგუფი ურსა. და ამ მოთხოვნის მიხედვით ტარდება ხოლმე კონცერტი.
იქ ზოგადად მოთხოვნა კი არ შეიძლება ზოგადად კონცერტი ჩაგვიტარეთ. ესეც არის ხოლმე ბუნებრივია, მაგრამ როდესაც ჩვენთან მოდის ხოლმე, ასე ვთქვათ, შემოთავაზება, ხო, მუნიციპალიტეტი რო გვირეკავს, გვეუბნება, რომ აი ძალიან დიდი მოთხოვნა არის თქვენზე და კონკრეტულად თქვენი კონცერტის ჩატარება გვინდა. აი ეს. რა ვქნათ? ხო, რა ვქნათ კი არა. ძალიან კარგია რა ვქნათ კი არა. უღრმესი მადლობა თითო თქვენთაგანს, ვინცაც უყვარს ჩვენი ჯგუფი, ვისაც უყვარს ჩვენი სიმღერა და ჩვენ მზად ვართ 24 საათი ყოველთვის შრომობთ იმისთვის, რომ შევქმნათ ისეთი სიმღერები, რომ თქვენ ცხოვრება ცოტა გაგიხალისოთ. ორიოდე სიტყვით რო შევეხოთ, ურსას განვითარება. თუ შეგიძლია რა თქმა უნდა თქვა, რა შეხედავენ? რა მოხდება კიდე? რა გეგმები აქვს ურსას? აუცილებლად უნდა განვითარდეს. რაც არ უნდა წარმატებული იყოს და რაც არ უნდა შემდგარი იყოს ნებისმიერი აი ორგანიზმიც კი ბენდი პროფესიონალი ამას მნიშვნელობა არ აქვს. თუ არ განვითარდება, აუცილებლად ეს არის ფიზიკის კანონი და არა ჩემი მოგონილი რაღაცა ეხა ფილოსოფია, ხო? თუ პროგრესი არ არის, აუცილებლად რეგრესი იწყება. ანუ თუ არ განვითარდები, აუცილებლად უკვე განვითარება იწყება. არასდროს ერთ ხაზზე არ ჩერდება არაფერი. ყოველთვის თუ წარმატება გინდა, ყოველთვის განვითარებაზე ორიენტირებული უნდა იყო და რამოდენიმე მიმართულებით ხედავთ ჩვენი ჯგუფის განვითარებას, ეს უნდა იყოს აკადემიური განვითარებაც, ეს უნდა იყოს აკადემიური განვითარება შერწყმული თანამედროვე მიმართულებასთან, რომელიც საბოლოო ჯამში მსოფლიო მუსიკა უნდა იყოს რეალურად და ჩვენ ძალიან გვინდა რომ მსოფლიო მასშტაბზე გავიდეთ და გავიდეთ ისე ღირსეულად და ისე ქართულად, რამდენადაც ქართველები ვართ ჩვენ. და ხარისხიც შესაბამისად უნდა იყოს ძალიან მაღალი. წარმატებები მინდა რო გისურვოთ, იმიტომ რომ მე ვიცნობ ჯგუფ ურსას, შენ ახლა ყველაზე ახლოს ესე ვთქვათ და ძალიან კარგი ადამიანები ხართ. ბევრ რამეს აკეთებთ ძალიან ისეთ რაღაცებს აკეთებთ უბრალოდ რომ ქართულ ხალხს ძალიან უხარია რა. და მე როგორც ერთი რიგითი ქართველი, მადლობას და წარმატებებს გისურვებთ. აიხარე, ასევე დიდი პატივისცემა და დიდი შემატკივრობა თქვენს გუნდს თლიანად მე ვიცი რომ შენ არ ხარ მხოლოდ აქ ჩართული და არა, რა თქმა უნდა. ჩვენმა მაყურებელმაც უნდა იცოდეს რომ ამ პროექტის შექმნაში ძალიან ბევრი ადამიანი ჩართული და ძალიან ბევრი ადამიანი შრომა, შესაბამისად ძალიან დიდი პატივისცემა და გულშემატკივრობა თქვენ. ბოლოს გვაქვს ესეთი რუბრიკა. ტოპ 5. ყველა გადაცემაში. შენგან საინტერესო იქნება, ჩემი აზრით, ტოპ 5 ქართული სიმღერა. ვახ, მეხუთე ადგილით დავიწყოთ. კარგი. მოდი დავიწყოთ მეხუთე ადგილით. და ვთქვათ, ჯანსულ კახიძის წარსულმა სულთან წაიღო. მეხუთე ადგილი. იყოს მეხუთე ადგილი, იმიტომ რომ ეხლა იქ გადავხარშე ჩემთვის უფრო ესეთი, ну, ვერ იტყვი ახლა ეს ხო იცი? ხო, ძალიან სიმბოლური დატვირთვა აქვს. შეიძლება რაღაცა პირველ 5 სიმღერას გეტყვით და ეს და აუ მარტივი გამოსავალი. მოდი ესე დავალაგოთ. მეოთხეზე იყოს მოდი იყოს გია ყანჩელი. მოდი იყოს გია ყანჩელის ვითელი ფოთლები თან მიაბსხას. ძალიან კარგია. ესე იგი ჯანსულ კახიძეზე და ყანჩელზე წინ გოგი ცაბაძეს არ ვაყენებ, რა თქმა უნდა. მაგრამ ეს ნუ გემოვნების საკითხია, რა თქმა უნდა, მაგრამ ძალიან მიყვარს სიმღერა იმღერე რამე. იმღერე რამე, ხოლო ჩემთვის იმღერე რამე. ხო? ძალიან კარგია. მესამე ადგილი ეგ არის, ხო, იმღერე რამე. იმღერე რამე თუნდაც უკვე მრავალჯერ დამღერი. დრო ამ წუთებსაც გადააქცევს მალე მოგონება. და თან დაყვება სიყვარული მას როგორც ნამღერი. იმღერე რამე, იმღერე. აუ როგორ მინდა მეც რომ შემეძლო სიმღერა, კარგი იქნება. ესეც იყოს, ხო? მომღერალი ვარ ბოლო-ბოლო, ის ხო რა ქვია. კაი, დაგვრჩა მეორე ადგილი? დაგვრჩა მეორე ადგილი. რართული ის არის. რართული საკითხია. მეორე ადგილზე მოდი გავიყვანოთ. ხალხური სიმღერები ხო შეიძლება რა ვთქვა. როგორ არა? მეორე ადგილზე გავიყვანოთ
აი პირველ ადგილზე გავიყვან კახურ მრავალჟამიერს, კი ბატონო. რომელიც არანორმალურად მაგარი სიმღერა არის. შეიძლება ხო აი ჩაკრულო რატომაც გაუშვეს კოსმოსში. აი ზუსტად მაგ დატვირთვით ვფიქრობ რომ კახური მრავალჟამიერი ესე სიმბოლო. შეიძლება ჩაკრულო იყოს, შეიძლება ხასამბეგურა იყოს, შეიძლება რაღაც ისეთი, ხო, მეგრული ნანა რაღაც ისეთი სიმღერა იყოს, რომელიც პირველ ადგილზე უნდა იყოს, რა თქმა უნდა, ტოპ ქართულ სიმღერებში. აუცილებლად. და მეორე ადგილი არ ვიცი. მეორე ადგილზე გავიყვანოთ ჰამლეტ გონაშვილი იყოს მეორე ადგილზე ოროველა. აჰა. რთულია ის. ძალიან რთული დავალება იყო ეხლა რომ მოგისმინე მე მივხვდი. ხო, არა, რთული, იმიტომ თან ჩემი მხრიდან. ხო. ხო, ეხლა მუსიკასთან შეხება. მუსიკასთან შეხება რომ მქონდეს, ჩამოგითვლიდი რაღაცებს. და ვერავინ ვერ შემომედავებოდა. კი ბატონო. დიდი მადლობა მოკლედ კიდევ ერთხელ. წარმატებებს გისურვებთ და ყოველთვის თქვენ გვერდით ვართ. ჯგუფი უსა არის, ჩვენი დიდი მეგობრები არიან. დიდი მადლობა. ესე ვთქვათ, ერთმანეთს უსურვებთ ძალიან დიდ წარმატებებს და რაც მთავარია ეს ყველაფერი არის გულწრფელი. და მაგით არის მაგარი. ურმესი მადლობა, დიდი მადლობა თქვენ მოწვევისთვის კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა თქვენს გუნდს, იმის რომ ასეც ხარისხიან ხალხისთვის საინტერესო პროდუქტს გქონდით. და ჩვენ მაყურებელს უდიდეს მადლობას ვუხდით თითოეული მათი რა ვიცი გამოყოფილი წუთისთვის, რომელიც ჩვენ დაგვითმეთ. მადლობა, ძალიან გვიყვარხართ და თქვენთვის ვიღვწვით, თქვენთვის შრომობთ და ასე იქნება მთელი ცხოვრება. დიდი მადლობა. დიდი მადლობა შენ.